უწყოტი პროტესტის მონაწილეები შაბათის ტრადიციული მარშისთვის ემზადებიან. დღევანდელი მსვლელობა სინდისის პატიმრებს მიეძღვნება, ასევე 4 ოქტომბრის აქციის შემდგომ დაკავებულ პირებს, რომლებიც რეჟიმმა მრავალი წლით გამოკეტათ ციხეში. ლიზი ვეკუა გვერდდება. პირდაპირ ეთერში ამ თემის დეტალებით ლიზი გისმენთ. ტრადიციულად მსვლელობა დაიწყება 8 საათზე ფილარმონიიდან, 7 საათზე დაიწყებენ მოქალაქეების შეკრებას და უკვე გადაინაცვლებენ რუსთაველის გამზირზე, იქ სადაც უწყოტი პროტესტი 2 წელზე მეტია, რაც მიმდინარეობს. დღევანდელი მარში მიეძღვნებათ სწორედ სინდისის პატიმრებს, იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ბრძოლის წინახაზზე იდგნენ და შემდეგ რეჟიმმა ისინი დაატყობა და განსაკუთრებით 4 ოქტომბრის აქციაზე დაკავებულ პირებს, რომლებსაც რამდენიმე დღის წინ მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ პატიმრობა მიუსაჯა, მათ შორის იყო სწორედ პატა ბურჭუაძე, მსოფლიობანი, რომელსაც 7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი და დღეს მოქალაქეები სწორედ ამ ყველაფერთან დაკავშირებით გააჟღერებენ გზავნილებს ფილარმონიიდან და შემდეგ უკვე გადაინაცვლებენ რუსთაველის გამზირზე. როგორც ჩვენი რესპონდენტები აცხადებენ, ჩვენთან საუბრისას უმნიშვნელოვანესია, რომ ქართულ მოსებამ ყოველ შაბათს ძალიან ბევრი ადამიანი დაინახოს ქუჩაში იმისათვის, რომ გაიგოს მათი ხმა და მიხვდეს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მათ წინააღმდეგაა განწყობილი. პატიმრების მხარდაჭერა მათი გვერდში დგომა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, მე მგონია, რომ უნდა დავამტკიცოთ ჩვენი ქმედებით, ჩვენი გამოსვლით ამ მარშზე, მათ უნდა დაინახონ ჩვენი სიმრავლე და ის, რომ ბრძოლა არ გაჩერებულა და მინიმუმ მანამ, სანამ ეს ადამიანები არიან ციხეში, არავინ გაჩერებას არაპირებს, არავინ გამარჯვების გარეშე წასვლას არაპირებს და მათი თავისუფლება არის, მე მგონია, ყველაზე დიდი პრიორიტეტი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სინდის პატიმრების მხარდამჭერი თემატიკის მარში. მიუხედავად ქართული ოცნების ძიმე რეპრესიებისა და არაერთ გზის მცდელობისა, რომ ამ ქვეყანაში ჩაეხშო პროტესტის ხმა, პროტესტი გრძელდება და დღეს ტრადიციისამებრ შაბათის მარშზე შევიკრიბებით და წარმოვაჩენთ ჩვენ სიძლიერესა და სიმრავლეს. გვექნება усული მოთხოვნები, ეს არის ყველა პოლიტიკური პატიმრის თავისუფლება და ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. სოლიდარობა და მხარდაჭერა ყველა პოლიტიკურ პატიმარს ვართ მათ გვერდით და ვიბრძოლეთ მათი თავისუფლებისთვის. შაბათი მარშის დღეა, დღეს 7 საათზე ვიკრიბებით ფილარმონიასთან. დღევანდელი მარში მიეძღვნება სინდისის პატიმრებს და განსაკუთრებით ხაზი გვინდა გაუსვა 4 ოქტომბერს ამ რეჟიმის პროვოკაციის შედეგად დაკავებულ პირების მიმართ სოლიდარობას. და კიდევ უფრო ხაზგასმით ბატონი პაატა ბურჭულაძის მიმართ გვინდა გამოვხატოთ სოლიდარობა საქართველოს დიდი პატრიოტის და სოფლიო ბანის მიმართ. შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში შეტანილი ცვლილებების მიუხედავად იმისა, რომ ქართულ მოსებამ სწორედ პროტესტის გამო 100-მდე მოქალაქე დაატყობა და იზოლატორში ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვა, უწყოტი პროტესტი არ წყდება და დღეს მოქალაქეები 7 საათზე კვლავ შეიკრიბებიან თბილისის ქუჩებში.